ამელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან შემოგვიერთდება. ბატონიკა, მოგესალმებით. ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩვენ ვხედავთ პრემიერისგან კონტრასიგნაციის შეჩერებას მოითხოვენ. თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ იმ თარიღთან, რომელიც დაასახელა პრეზიდენტმა და რომელიც ელოდება პრემიერის ხელმოწერას? პირველ რიგში სამწუხაროდ კვლავ არაორდინალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ისევე არაორდინალურ ვითარებასთან, როგორშიც რეალურად ვართ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება, სადაც თქვა, რომ არჩევნები ჩატარდება 8 ოქტომბერს, თუმცა საარჩევნო კამპანია ოფიციალური დაიწყება 8 აგვისტოს. გაიგზავნა ხელმოსაწვევა პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ ბატონმა მარგველაშვილმა, როგორც აღმოჩნდა, არ იცოდა, რომ ეს მოდიოდა წინააღმდეგობაში არსებულ კანონმდებლობასთან, კერძოდ საარჩევნო კოდექსთან 55 მუხლში, სადაც წერია, რომ თუ განკარგულება გამოიწევა და იგი გამოქვეყნდება და ხელმოწერისთანავე იგი ასე ვთქვათ ძალაში შევა, ოფიციალურად დაიწყება საარჩევნო კამპანია. მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც აღმოჩნდა, არ იცოდა ბატონმა მარგველაშვილმა, ვინაიდან მას არ გაუვლია კონსულტაციები არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, არც ერთ ვიწრო ასე ვთქვათ პროფესიულ ჯგუფებთან, არანაირი კონსულტაცია არ გაუვლია როგორც იურიდიულ, ასევე ტექნიკურ დეტალებზე და მორიგად აღმოჩნდა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩვენი პრეზიდენტი. ანუ ამ შემთხვევაში არ ცოდვაო პრეზიდენტი. ეს არის სირცხვილი, ეხლა საუბარი გვაქვს ქვეყნის პრეზიდენტზე. ეს ხა ჩემმა მეზობელმა პაშა სუმინამ არ იცოდეს ეპატიება, ხო, მაგრამ საუბარი გვაქვს ბატონ მარგველაშვილზე, რომელიც არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ვინაიდან თუ კი ხელს მოაწერს, ეს გამოქვეყნდება და ავტომატურად საარჩევნო კამპანია იწყება ქვეყანაში და სხვა რეჟიმში გადავდივართ, სადაც უამრავი პრივილეგია და უამრავი შეზღუდვები უნდა ამოქმედებულიყო. რას ფიქრობთ თქვენ, რას იზამს ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი? მე დარწმუნებული, ახლა ორი გამოსავალია, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა არ უნდა მოაწეროს ხელი და უკან დაუბრუნოს მარგველაშვილს, ან მარგველაშვილმა უნდა გამოიწვიოს ეს სამართლებრივი აქტი, მაგრამ პრობლემა იმაში კი არ არის, ახლა 8 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები, თუ 2 ოქტომბერს ჩატარდება, თუ 16 ოქტომბერს ჩატარდება, ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება მზად უნდა იყოს და განსაკუთრებით ჩვენ ამისთვის უკვე სერიოზულად მზად ვართ და ვემზადებით და მალე გავალ უკვე პიკზე ჩვენი გაერთიანება მზადების. უბრალოდ საწყენი და საგანგაშო შემდეგი ვითარება, როდესაც ქვეყანას ყავს უმაღლესი თანამდებობის არჩევითი პირი მარგველაშვილი, რომელიც ამავე დროს იცით რომ არის ქვეყნის მთავარ სარდალი და მისი კომპეტენცია, პასუხისგებლობა, სერიოზულობა, პრინციპულობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არის ძალიან საგანგაშო. ეს შეიძლება გახდეს წინა საარჩევნოდ და პოსტსაარჩევნოდ სათავე სერიოზული პრობლემებისა. მით უმეტეს პარალელურად თუ კი გაიხსენებ, რომ არსებული ხელისუფლება და მთავრობის შემადგენლობა იქნება არჩევნებამდე ხელისუფლებაში. ეს მოცემულობა ნამდვილად მანერვიულებს მეც, ჩემს მეგობრებს და უდიდეს ნაწილს მოსახლეობის. ამიტომ ჩვენ როგორც პოლიტიკური გაერთიანება ჩვენ გვაკეთია სერიოზული პასუხისგებლობა, როგორც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ დღემდე ვერ გაიგო, ეს არის ხელისუფლებაში და იქცევა როგორც ოპოზიციის ოპოზიცია, სერიოზული პასუხისგებლობით ვართ ასე თქვა განშვალული, რომ ქვეყანა მივიყვანოთ მშვიდობიანად არჩევნებამდე, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ არ გადაჩეხოს ეს ქვეყანა ისეთ უსყულში, საიდანაც უკვე შეუქცევადი პროცესები წავა. ამიტომ ჩვენი პასუხისგებლობა არის საარჩევნო უბნებთან მივიყვანოთ ამორჩევლები და იქ დავამარცხოთ ხელისუფლება, რომელიც იმართება ბატონი ივანიშვილის მიერ, რომელიც არის საოცრად არაორდინალური და ასე ვთქვათ, ყოველგვარ საღას მოწყვეტილი ადამიანი. ბატონ ნიკა, ხელისუფლებაში შეიძლება დარჩეს არჩევნებამდე პირადად გიორგი კვირიკაშვილიც თუ უმრავლესობა ბოლომდე გაიტანს იმ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ის აღარ იქნება ვალდებული, რომ თანამდებობიდან გადადგეს. პატივია ბატონი კვირიკაშვილისთვის, თუ ჩვენ ვისაუბრებთ, როდის უფრო ძლიერი იქნება კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის სტატუსით, თუ კვირიკაშვილი უბრალოდ ქართული ოცნების კანდიდატი არჩევნების ასე ვთქვათ სტადიაზე. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენთვის? რა მნიშვნელობა აქვს ასევე 2 ოქტომბერს ჩატარდება თუ 8 ოქტომბერს ჩატარდება ბიძინა, 2 ოქტომბერსაც იქნება ივანიშვილი და 8 ოქტომბერსაც იქნება კვირიკაშვილი ივლისს როგორც პრემიერ-მინისტრი თუ როგორც უბრალოდ სიის პირველი ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ფაქტი ის არის, რომ საარჩევნო ველი უმჯობესი იქნებოდა, რა თქმა უნდა, რომ ყოფილიყო თანაბარი ოპოზიციური პარტიებისთვის, მაგრამ
იმდენი უთანასწორობა უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს ამბავი რამოსატანია. ამიტომ არანაირ რეალურ საფრთხეს ჩვენ არ ხედავთ და ვერ ხედავთ. თანასწორობისთვის კანონში შესატან ცვლილებებზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც უმრავლესობაში მიმდინარეობს პარლამენტში, გაჩნდა რეალური შანსი, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილება ვერ შევა, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია ამ ეტაპზე, მაგრამ შეიძლება რეგიონულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაუახლოვდეს არსებული მაჟორიტარული სისტემა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაუჭიროს ახლა ამას მხარი თუ არა ამ ცვლილებას? და შანსიც ამ ცვლილებისა, ამას ჭირდება 76 ხმა, მიმდინარეობს კონსულტაციები, ვნახოთ თუ კი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და რიგი დეპუტატები მოიწონებენ პროექტებს, რომელიც არსებობს რამდენიმე, რომელიც ემსახურება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ეს პროექტი გავა და ასეთ შემთხვევაში საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რაც რა თქმა უნდა არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლებას აღარ აქვს ის ბერკეტები საკანონმდებლო ორგანოში, რომ მართოს პროცესები და ასე თქვათ უკანახოს რიგ დეპუტატებს რას მიცენ ხმა და რას არა. ამიტომ კიდევ ერთხელ გამომეორდები, ჩვენი თავარი ამოცანაა, როგორი საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, არჩევნებამდე მივიყვანოთ მშვიდობიანად და უკვე არჩევნების მეორე დღესვე დავიწყოთ ძალიან სწრაფი, სტაბილური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებული განვითარება ამ ქვეყნისა, რომელიც ნამდვილად აკლია უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ივანიშვილის პირობებში. მე არ მეგონა სამწუხაროდ და უამრავ საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანს თუ ქართული ოცნება იქნებოდა ესოდენ უუნარო. მე ვფიქრობდი, რომ ესენი გზადაგზა უნარჩვევებს შესაბამის შეიძებდნენ და ქვეყანას მართავდნენ ელემენტარულ დონეზე მაინც, მაგრამ ეს საზოგადოება, რომელიც მომსწრე გახდა 3 წლის განმავლობაში მათი უნარობის, არ ამგონია მეტის დარწმუნებული ვარ საარჩევნო ურნებთან შემოხაზული 51 ნომერი ჩააგდო. დიდი მადლობა ბატონ ნიკა, ნიკა მელია გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.